გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიპით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone Switch-ი მოვხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია, გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი, ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე, დავე, დავრეჭამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. გვერდზე სოფლის კარატის წრის ბიჭებმა თბილისში ფურორი მოახდინეს. მათ მე-4 ადგილი დაიკავეს სამეჯლისო ცეკვების ფესტივალზე. გაუსადლისობა, რა გავაკეთოთ, მართლა რა გავაკეთოთ, კაცო. აბა ეგრე შეიძლება და აღარ შემიძლია, ტრიტანი, აღარ შემიძლია რა, აღარ შემიძლია. ყველა ქალის ერთად მთაში გაშვება იქნებოდა ეხლა. რა ვისე ბიჭო, რა სამობე, როდის ჩამოვალთო, კაცო. აცივდა ბარში და მთაში ვით არ არჩივდა, რითვერები ხდნენ. პირუტყვია ჩამოსაყვანი, კაცო, პირუტყვი. აღარ შემილია. ერთ-ორ კვირაში ჩამოვლენო. რა? ორ კვირაშიო? ხო. რა კაცებს ბიჭო, ორი კვირა კიდე. ხო, მომხდა სული. უკვე წამლა თბიდა სიამონება ივიღან ჩივის, კაცო. გელოდი. მამის მინიშინა. ლამარაბებო როგორ არის? ცაშია მოკდა. მოკდა? დედამისი? ცაშია ეგეთ ორი კვირა ეგეც არ იქნება. ბიჭო, გადავირია. აღარ შემილია, გეუნები რა. მეც აღარ შემიძლია. იდეა მაქვს, ნისტანში. იდეა ფიქსი არ ვიცი რა არის, მაგრამ იდეა მაქვს. თქვი აბა ერთი შენი ფიქსი იდეა თუ რაღაცა. ქალაქში ჩავიდეთ, იქეთი კარგი საუნა ვიცი. გაიტოვით რა, ინკუნალოთი. ეცერა თქვი რაღაც ჩვენური მოგივიდა მეთქი თავში. შენ გონია მაგაზე არ მიფიქრია მე და შენ და მასწრდი მაგის მოფიქრებასა? გარღვევა გვაქვს ბიუჯეტში, კაპიკი აღარ გვაქვს, ისევ ჩვენიანებს თუ დავერევით. ტრისტანიჩი. დიდის მოწიწებითა და პატივისცემითა და კეთილ განწყობილებითა. ამახერხანე კაცო ეხლა, თუ ნამდვილი პატივისცემის დრო არის ვერ ხედავ ცუდად თავარ. მასტურბაციაზე რა არის ახალ? რაზეო? შენა ბიჭო ალაუთ ხო არა ხარ, ჰა? ჩვენთან წყალდიდობა რო იყო, მაშინ არ გამიდოგებია ხელი და ეხლა იმას ქნა? ხო. რა გავაკეთოთ, ხო. არის ვინა შენა? ისე რაც ეს ქალები აიკრიფდნენ თაში. ხო. გიჟიომა რაღაცა ჩანს აქადა. სად არის ერთი, ჰა? მინტომ კითარი გამაგრებული სახლში, ტყვია წამალი აქვს მომარაგებული. რა თავით, ჰა? მაგის თოლი არ წასულა მთაში, ავათ იყო დარჩა და არ წასულა? იცამს. მაშინ ჯობია პულიმეტი დაიჭიროს, შეიძლება არ ეყო ვინდოკა. არა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, გელოდი. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, ბიჭო, ცუდად თავარ გესმის? აბა არ ცუდად, მე რა რადგან მოადგილე ვარ, მე რა ცუდად არ შემიძლია ვიყო. შამო მეთქი ხა. როგორ ახარ ტრისტანიჩ? ეხლა სწორად უნდა გამიგო შენა. ნანა. ნიშნო რომ ახალს ველოდები და უნდა გახვიდე ეხლა. კაბინეტი უნდა დასტო. ერთი წამითა. თქვენ ნახევარი აღარ გინახევარ და არ მოგენატრე? აბა რა სამოგო. მე როგორ არ მომენატრე, მაგრამ მნიშვნელოვანი ხალხი ჩამოდის სტუმრათა და უნდა მივიღო. უნდა გახვიდე ნანა. რა სამობ ტრისტანიჩ? მოდი რა, არ უნდა მაგალითად. მეორე ლაპარაკი გენატრე. რა ხდება? მომენატრე მეთქი გოგო, როგორ არ მომენატრებოდი? მე ხა ამდენი ქალი წასული იყავით, შენ სუსეზე ვფიქრობდი და მეც იზრუნებოდი, მაგრამ ეხლა არ არის მაგის დრო. წავიდა ტრისტანიჩ. გონი გადავკი ბიჭო ხა? შენთან მოდი, მომენატრე უკვე. ერთ საათი იყო უკვე მომენატრე. ვერ არის ტრისტანიჩ.
ძალიან გაბრაზებული ვარ რა. ძალიან გაბრაზებული ვარ, აი რაღაცა არ ვიცი რა ესე როდემდე რაღაც სერიოზულ საკითხზე თქვენთან ბოლო-ბოლო სალაპარაკო ახლა მომისმინეთ სულ ყველა. და რამ გაგაბრაზანო და რა მოხდა? რამ გამაბრაზა? აი, მანისა ბანერზე რო ულაშები მიგახატე? არა. როიცა კაცო, მწვაც რო წვავდით იმ დღეს, ცეცხლი რო ვერავანთეთ და ჩვენი საარჩევნო პროგრამა რო შევუკეთეთ. მაგაზე ხარ? არა. მოიცადე, შენი ტოტალიზატორის პაროლი რო გავტეხე და 60 ლარი მარწყულში დავაგეთ, მაგით ხარ გაბრაზებული? არა. ობაში წარამა რა. არა. არა, არც მაგაზე. მოიცადე, Facebook-ი რო დაჩაჩართული და ივანიშვილს ვუჯეკა, მაგით ხო არ ხარ გაბრაზებული? არა, უარესი. რა უარესი კაცო, აბა. რა და მომისმინეთ ეგას უყველა. ვინ? გეკითხებით, ვინ? მოგა ჩემ სამუშაო მაგიდაზე. ჰა? რა არის შევდივარ მაშინ, ოთახში და ახალ მინდა ის სიტყვა გამიმეორე ვინ დამიწერა გუშინ მაგიდაზე გეკითხებით მე თქვენ. რა არის? იქნება ცხოვრებაში ერთხელ გეყოთ რომელიმე თქვენ დაგას ნამუსი და მითხრათ ვინ მომი გუშინ სამუშაო მაგიდაზე. გამოიჩინეთ კაცობა, ადამიანობა, გამოიჩინეთ და აღიარეთ თქვენ თვითონ. რა არის ეს აუმსგავსობაა კაცო? სეგი არ ამბობთ, ხო? ძალიან კარგი. თქვენ დეგენერატებო, თქვენ დაგავიწყოთ კამერა რომ მაგინაში რა ოთახში დაყენებული, ჰა? თქვენ მართლა გონიათ რომ მე არ ვიცი ვინ მაგუშინ ჩემ სამუშაო მაგიდაზე? უბრალოდ მინდოდა თქვენთვის მომეცა შანსი რომ თქვენ გეღიარებინათ, გამოგეჩინათ ვაჟკაცობა და გეღიარებინათ თორე. გამომართლე და ჩართე. აი ხლა ყველა ერთად ნახავთ ვინ მაგუშინ ჩემ სამუშაო მაგიდაზე. მოდით აქ სულ ყველა. განდუბიდუბი მიადებ ხოლმე ამ სახეს კაცო მონიტორს იმას გამოიწიაქეთ. უყურეთ ახლა ერთი წუთი. სად არის? კი. სხვათა შორის არც მე არ მინახავს ჩემო კარგო. სურპრიზ გიმზადებდით ყველას ერთად რო გვენახა. აჰა, უყურე. აჰა, შემოვიდა. აჰა, უყურეთ. ეხლა ყველა მომისმენთ. გეყოთ გამბედაობა და აღიარეთ იცოდე. ვინ დამალები და ამდენი გუში? ინამუსეთ და აღიარეთ ვინ დამალები და ამდენი გუში? რა არის ეს ბიჭო, რა არის ეს მართლა რა არის ეს კაცო, რა არის ეს? გამორთე. სასტუმრო კალიფორნიაში ერთადერთი საიდუმლო გასასვლელია და ისიც სასტუმრო კალიფორნიაში გამოდის. Девочки, послушайте меня. ეხლა უყურეთ რა ხდება. ვცვლით მუშაობის პროცედურას საერთოდ ყველაფრით. გამომხედეთ ეხლა რა ხდება, წესიერად მომესმინეთ რა. მოკლედ, გადავდივართ სწრაფი სექსის მომსახურებაზე. ხტებით? რა როგორ? ესე იგი, შემოდის კლიენტი, ვუღიმით, ვემსახურებთ არანაირი საუბარი მათ ცოლებზე და შეყარებულებზე, არაფერ, არც ის არ გვიდა, რომ 16 წლის ბიჭი მყავს, რაღაც ბინას ვქირავ, მინდა ფული დავაგრო. არა, და ის ძველი ბიჭი მყავს, ჩემი ბოიფრენდი თუ რა, ჩემი ბიჭი და რა. არ გვიდა ეს ლაპარაკი, შემოდის კლიენტი, აი უკვე შემოვიდა. გამარჯობათ, მობრძანდეთ. გამარჯობათ, მაგბორდელია? მაგბორდელია. ძალიან კარგი, ერთი წუთით. ერთი ბოზი მინდა. ერთი ბოზი, კი ბატონო. ერთი ბოზი კიდე რამეს ხარ დაანოტებ? ხო, ერთი პრეზერვატივი მინდა. საშუალო თუ საშუალო ფასი როგორ აქვს? ფასი ერთი იგივე თუ ორი. მაშინ იყოს ერთი საშუალო, ერთი დიდი. ჩვენ კიდე დამატებითი მომსახურება. ანუ ერთი ბოზი და ორი დამატებითი მომსახურება შეგვიძლია. ესე იგი თუ აიღებთ მაგალითად ზეწარს, პირსახოც, თელს მენიუს შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბოზ მენიუს შეიძლება შემოგთავაზოთ. და ანუ რა შედის ამ ბოზ მენიუში? ბოზ მენიუში შედის ეს კი საწოლი, ლოგინი, ჩუსტები, კბილისჩოთი, ჯაგრისი, თვითონ ეს პრეზერვატივები, თვითონ განულ მომსახურება. პური შედის უკას. პურია შედის. ძალიან კარგი, ავიღებ ესე იგი ერთი ბოზ მენიუ მინდა. დიახ. დავრჯობ. ერთი ბოზ ხო, რა ნუ ყველაფერი თუ შედის, კი ბატონო, ერთ ბოზ მენიუს ავიღებ. კი ბატონო. გარეთ დავჯდებით აქ მეერთმეთ თუ არა, წასაღებად. 250 ლარი და 70 თეთრი. ხო, აი აიღეთ და ხუბიც. მივიდე 260 ლარი, ვაბრუნებ ხურდას. დათო, აი ხა შემიშალე ბუდიში. ხურდა გეკუთვნით 9 ლარი და 30 თეთრი მიიწვით. აი ხარი ძალიან კარგი. აი აქ დაგელოდები, ხო? კი ბატონო, მიბრძანეთ დაღელოდეთ. თავისუფალია. შეიძლება ხო? კი ბატონო. იცით რა მაინტერესებს თქვენთან მუშაობდა ერთი გოგო რა.
ხო და მე მგონი არა მარტო ერთი მე ხო ნუ მე ერთი მომწონდა და თეკლა ქვია თეკლა ეკა არა მე მგონი თეკლა ქვია ხო სწორად მახსოვს მე მგონი და ისეთი იყო რა ანუ პატარა საყვარელი გოგო იყო ესეთი პატარა ძუძუებით და ესეთი საკაიფო ტრაკი თქონდა რა ანუ ძალიან ხშირად ამყოფდა არა თეკლა ქვია ნამდვილად მახსოვს და რა მაინტერესებს იცით რომ ანუ ცენტრალურში მუშაობს თქვენთან თუ რომელიმე სხვა ფილიალში ჩვენთან მუშაობს მართალი ბიზნესები უბრალოდ ეხა ბოს დრაივზე გასულ და შეგიძლიათ მანქანის მიბრძანდეთ და სამუშაო არა ბოს დრაივზე არა აქ დაველოდებ ხო კი ბატონო დავძარდა კი ბატონო დავძარდა უკასაო ჩემი ბოზმენიმს კი ბატონო შეფუთულია წასაღები და აქაც ზანდა თუ შეგადახტილი კი ბატონო ეს ასაღები ეს აქ ხო და ეს ასაღება ზანდა ჩემი მალე იქნება ალო კი ბატონო ეხლა მოგართვე ხო გიო მოვდივარ ხო ხო ანუ ერთს უცბად აქვე მივირთო და მეორე მომაკ შენთვის ხო კი რა არის მოიცადე ერთ წუთი ვნახავ ხო რა არის და ხო შენ როგორც მითხარი კი ორმაგი ხო დაბაფისი ხო კი ბატონო კაი და ის გიხურა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ფისო ბოდკაველის ჩურჩულები ისევ ეთერში დაბრუნდა. დღეს ჩემთან გადაცემაში სტუმრად იქნება წარუმატებელი და არაფრით გამორჩეული ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია ვერც ნიჭით, ვერც მძიმე შრომით, ვერც ნაცნობობით. მან ვერ მოახერხა შეექმნა რაიმე ხირებული. ის პრინციპში სალაპარაკოთაც არ ღირს, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე, რომ ჩემი დღევანდელი გადაცემა სწორედ მას მიუძღვნა. სტუდიაში მინდა მოვიწვიო პრინციპში ის იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი სახელის და გვარის დამახსოვრებაც არ ღირდა, ამიტომ უბრალოდ შემოვშვით სტუდიაში. გამარჯობათ. დაგზარდეთ. მადლობთ რომ მომიწვიეთ სტუდიაში. გამარჯობათ. იცით, რეალობა ის არის, რომ მართლაც არავის არ აინტერესებს თქვენი ისტორია, მაგრამ თქვენ მაინც მოყევით. მადლობთ, დავიწყოთ ბავშვობიდან. ესე იგი, სკოლაში ოროსანი ნამდვილად არ ყოფილვარ. არც ხუთოსანი არ ვიყავი. სადღაც ესე 3-4-ზე ვსწავლობდი. მაგრამ სკოლა მაინც ვერ დავამთავრე, მე-9 კლასიდან გადავწყვიტე მკაცრად, რომ უმაღლესში უნდა ჩამეპარებინა. გამოცდები ჩავაბარე, არ ჩავჭრილვარ. მაგრამ იმდენი ქულაც არ მიმიღიარა, ხო უმაღლესში მესწავლასადმე. მე ჯარში გამიწვიეს, მაგრამ დამბრაკეს, ოღონდაც რატო არ ვიცი, პროსტა ესე მითხეს, რომ არაო და всё. მე თქვენ გააგრძელეთ და მე 2 წუთში მოვალ, კარგით? კი ბატონო, გავაგრძელებ და გეტყვით, რომ ესე იგი მე გადავწყვიტე, რომ მუსიკალურ 7 წლებში მივსულიყავი. როცა მივედი იქ მასწავლებელმა, ვინც შემამოწმა, იმან მითხრა, რომ ეხლა რომ გითხრა, რომ რაღაცა განსაკუთრებული მოვისმინე და ეს რა ვოკალი და რა ხმაო მოგატყუებო, მაგრამ სმენა ასე თუ ისე გაქვს. ეს სიტყვები იყო ის, რაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. გადავწყვიტე, რომ მესწავლა მუსიკალურ სასწავლებელში. კი, მაგრამ რა გითხრათ ასეთი? ეხლა ვერ მოგახსენებ. იცით, მან მითხრა, რომ მე შემეძლო რაღაცნაირად მემღერა, ცოტათი სმენა მქონდა. და ყოველთვის, როდესაც დეპრესიისკენ მივდიოდი, ყოველთვის, ვიხსენებდი ჩემი მასწავლებლის სიტყვებს, კი არ მშველოდა და რაღაც შვებას კი არ მგვიდა, მაგრამ მეხსიერებას მაინც ვავარჯიშებდი. უშუალოდ თქვენს კარიერაზე მომიყევით თქვენზე როგორც მომღერალზე. მე ძალიან ბევრი წარმატებისთვის არ მაქვს მიღწეული. გაგიკვირდებათ და არც ფილარმონიაში მაქვს ნამღერი, არც სპორტის სასახლეში. საოცრებაა, მაგრამ ლასკალაშიც კი არ მომღერეს. აგერ რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის ქორწილი იყო, არც იქ მომღერეს, მაგრამ საერთოდაც არ დამპატიჟეს. მე შემიძლია ჩავგითვალოთ ის უამრავი საერთაშორისო ჯილდო, რომელიც არ მაქვს მიღებული. ჩამოთვალ საჭირო არ არის. მაგრამ მე არ შემიძლია დღეს ისე გაგიშვათ თქვენ ჩემი სტუდიიდან რომ გამღეროთ, ანუ არ გამღერებთ. დღეს ჩვენს ეთერში პრემიერა არ შედგება. ტაში არ არის საჭირო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ კიდევ თავად მიაგნებთ გასასვლელს. ნამდვილად მადლობთ. კარგად ბრძანდებოდ. არ გააცილოთ.
ბავშვობაში სანჩიკა დოლის წრეზე დაყავდათ. ნანა ტურძელაძესთან. მას შემდეგ, როცა უთყაყუნებენ, ნანას მოჭიმული დოლი ახსენდება. ბიჭო, რა ქენი სანჩიკი იმ დღეს ტოვიმ გოგოსთან ერთად რო იყავი. ახვედი თქვენთან ბაიცე? არა, შეჯა მაყუთი არ მქონდა თო ვაფშეს. აყუთი რა შუაშია ძმაო, სახში აკყავდა გადაო. მე მე-11 სართულზე შეჯა ფეხით ამეყვანა. აროჩი. შე რა კაცი ხარ? შე რა ქენი ზოფუნა აიყვანე? მე რავი ყველაფერი ჯიგრულად რაღაცა ავიყვანე ზოფუნა იქ რაც დავიჯიქით ბაიდოს ბაზოვდით და რამე მაგრამ ნუ კაროჩე რა არაფერი მე ესეც არაფერი არაფერი ძმაო ისეთი პონტია გოგო უცბად მეუნება რომ ქალიშვილი ვარო ძმაო და ნუ ეხო ხდებია რა მე ქალიშვილობის გამო შეჩიმა ვერაფერი არა ძმაო ქალიშვილობის გამო მარტო არა უცბად მეუნება რომ პახოდუო ძმაო ქმარი მყავსო გათხოვილი ვარო და ეხა გათხოვილ კალებთან სანჩი შენ ხო იცი რომ მე ურთიერთობას იმან არ ვიჭერ ძმაკაცი რა არა კი პანიატნა მაგრამ ბიჭო მე რა მოხდა დიდი ამბავი გათხოვილი და ბიჭო გათხოვილი ქალიშვილი და მახოდო ბოლოში უცბად თან ათესავებით აღმოსდით მაო ეხა ისეთი პონტია ათესავე მაგარ პონტში ტეხავს აუ გამორჩიო როგორ ძანდები გაზასუნა მოგორა პატარა რაღაცა უნდა გთხოვთ რა მაღაზიაში შევიყვე რაც იწვით და დაიტოვე აუ რაზია ლაპარაკი შიგნითა გარიცი რაზია უბნელები გენგენ ეს 100% იოგურტებს წავს და ვიდეოს მოიძეთ პატარა აუ ლეოტი მაგარი ვას კაცი ბავში იზდება მაგარი სიმონი უსოს კოდარი აუ პატარა სიგარეტი გადავაგდო ბიჭო ანაჯამფილი პონტია ესეთი პონტია მოტეხებ მე ვერ გადავაგდო ბოლოღერია ეს ბოლოღერია მაინც გითხრა უსოდ მეჩქარება რა თქვენ ესე შემოვიდა ინფორმაცია რომ მოწეულები ხართ რა ხო ხტები მოწეულები სიგარეტზე არა მაინც რა სიგარეტი ბიჭო რას მასწავლე ამის თავს გეფიცები სიგარეტზე ანალიზები ავიღოთ და წახვალ თუ არ გიგო არა მერწამ ჩაბარებ საბოქში ხარ ჩაბარებ აი შეხედე ბავშვი ყავს თავისი დედიკა შევე გადავები ბიჭო ბავშვი დაგიტოვებდა თქვენ ბიჭო რა მატყუებდო დაგვიტოვეს ეხა ძმაო და რა თოჯინა საიდან მაშინ ეს ბავშვი ბიჭო ბიჭო რამეს წესიერი მიზეზი მაინც მოიფიქრეთ ბავშვი დაგიტოვებდა თქვენ ნუ გამაგიჟეთ ბიჭო თქვენ აი როგორ დაგიტოვებდა ვინ დაგიტოვებდა აი მშობელი მობზანდი გაიხარ აი არა როგორ გეკადრება ჩვენთან ძალიან კარგად და კორადუარი შეამოწდა ასოთა ეგრევე არ ცოტა მე მგონი ჩაი ეს კალი ვინ არის მშობელი დედა ამის დედა რა აი ამ ვაშკაცის დედიკო არის ეს ხალბატონ რა გულში რა ხდება ხალბატონ ეს მართლა თქვენი ბავშვია დიახ ჩემი ბავშვია იცით განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ ჩემთან რას ლაპარაკობ რა მინდა არა ხალბატონ თქვენ ფხიზელი არ იქნებ თქვენ ეხლა გაქვთ მოწეული ან რაღაც ან ფხიზელი არ ხართ აბა ბავშვს როგორ დაუტოვებთ ამას როგორ ბავშვს როგორ დაუტოვებთ ბავშვს როგორ დაუტოვებთ